პალეონტოლოგიაში არსებობს მყისიერი განამარხების ცნება, როცა დრო თითქოს იყინება. ქარო ალბათ ყველას გინახავთ და იცით, რომ იგი სხვა არაფერია, თუ არა მილიონობით წლის წინანდელი წიწოვნების გაქვავებული ფისი. მასში როგორც დროის კაფსულაში, ისე ინახება იმდროინდელი ჰაერი, წყლის წვეთები, წერები და პატარა ხვლიკებიც კი. გალაპაგოსის კუნძულები, რომლებზეც დღეს ვისაუბრებთ, სწორედ ასეთი დროის კაფსულაა. არქიპელაგი, რომელიც მიწისქვეშა ცეცხლმა და ოკეანემშვა. ასეულობით 1000 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მათ თავი ამოყვეს ოკეანის ზედაპირზე. 5 საუკუნის წინ კი მასზე პირველმა ადამიანებმა დადგეს ფეხი. ლას ენკანტადას, მოჯადოებული. ასე დაარქვეს მათ ესპანელებმა. კუნძულები მართლა ტოვებს წარუშილ შთაბეჭდილებას მნახველზე, მაგრამ როგორც ვიცით, ყველა ჯადოქრობას თავის ფასი აქვს. ხშირად ეს ფასი სისხლი და სიკვდილია. მე-20 საუკუნის 30-იან წლებში აქ ადამიანების ჯგუფმა პერსონალური ედემის მოწყობა გადაწყვიტა. თავისთავად იდეა არ იყო ცუდი, მაგრამ ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს. მათ თან ყველაზე დიდი ბოროტება. საკუთარი თავი ჩამოყათ. კუნძულის შავი ბაზალტის სარკე იქცა, რომელშიც მათი სიხარბე, სისუსტე და ამპარტავნება გამოისახა. კაქტუსების და გიგანტური იგუანების სიმშვიდე ადამიანთა მისტიურმა გაქრობებმა და უცნაურმა სიკვდილებმა შეარყია. ვინ და რატომ დასახლდა უძველესი სასაფლაოს ადგილას და რა მოყვა ამას? სად გაქრა კუნძულის იმპერატორი და მისი ამალა? რამ თუ ვინ მოკლა ნიჩეს სეულიზე ადამიანი? რა საიდუმლო ჩაიტანეს საფლავებში მათ, ვინც კუნძულის მცველ ავსულებს გადაურჩნენ? ყველაფერი ამის შესახებ ახალ ვიდეოში, სადაც დოკუმენტური თხრობა ზოგჯერ ისეთ ვირაჟებს ასრულებს, რომ თითქოს რეალობიდან გადის. როგორც ცნობილია, ვერც ერთი ადამიანი ვერ მოიგონებს უკეთეს დაუჯერებელ სიუჟეტს, რასაც რეალური ცხოვრება გვთავაზობს. გამარჯობა. მე კვლავ ვასილ გაბუნია გახლავართ, თქვენ კვლავ ჩემს არხზე ხართ და 2026 წლის ახალ სეზონს საჩობაო ზღაპრით ხსნი. ოღონდ ეს დოკუმენტური ზღაპარია, რომლის მსვლელობისას ჩვენ ერთად ვეცდებით არა მხოლოდ რეკონსტრუქცია გავუკეთოთ მისტიკის ნისლში გახვეულ დანაშაულებებს, არამედ ადამიანთა ბუნების ბნელი მხარეების ანალიზიც მოვახერხოთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საფოსტო 5-ის ყურეში. წერილები უკვე მოიტანეს და კასრშიც ჩაყარეს, აი მხოლოდ ადრესატები არსად ჩანან. დგება მომენტი ყველა ცხოვრებაში, ალბათ, როდესაც ადამიანი საკუთარი ედემის ძებნას იწყებს, ადგილს, სადაც შესაძლებელია ყველაფერი სუფთა-ფურცლიდან დაიწყო. განიწმინდო ცივილიზაციის ნადებისგან და საწყისებს დაუბრუნდა. ალბათ ბევრ თქვენგანს გასჩენია სურვილი, განსაკუთრებით, როდესაც Facebook-ში ჩაიხედავთ ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვიღაცის იღლიის ქვეშ აღმოჩნდებით, რომ სახლა სადმე უკაცრიელ კუნძულზე დამცვა, ქოქოსის პალმის ქვეშ, სასიამოვნო პარტნიორთან ერთად, მაგრამ მილიონებიდან ერთი თუ გაბედავს ხოლმე მსგავსი სურვილის ასრულებას, ახლა ეს ალბათ შეუძლებელიც არის, თუმცა მულტიმილიარდერებს ამის საშუალება აქვთ, ის მათ შეუძლიათ კუნძულებიც კი იყიდონ, გააჩნია როგორ და რისთვის გამოიყენებენ ამ კუნძულებს. ეკია რომ სახლიდან ფეხის გადგმა ნამდვილად გვეზარება ხოლმე, თორემ ასეთი უკაცრიელი ადგილები ჩვენი ქალაქების ირგვლივაც არის, საკმარისია თქვათ იგივე თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, ჰამბურგს რამდენიმე კილომეტრით მოცილდეთ, ტყეში შეხვიდეთ და თქვენს უდროებას ალბათ არავინ დაარღვევს, ყოველ შემთხვევაში რამდენიმე საათის განმავლობაში თქვენ დაწყვეტაზე მყოფი ნერვები თანდათან მოგიდუნდებათ და ეს გრძნობა კარგ ხანს გაკვებათ. საოცნებო კუნძულები მრავლადაა ოკეანეში მიმოფანტული, ზოგზე ადამიანები უხსოვარი დროიდან ცხოვრობენ, ზოგიერთი უკაცრიელია და მასზე უბრალოდ შესაბამისი პირობები არ არის, რომ ადამიანმა გაძლოს, უბრალოდ მტკნარი წყალი არ არის, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ზოგი ისე შორს არის ცივილიზაციიდან, რომ იქ დასახლება ცივილიზაციას მიჩვეულ ადამიანს გაუჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ რაღაცა თუ წამოვტკივთ და ეგრევე ექიმთან გავიქცეთ, ხოლო იქ ექიმი
არც არ იქნება. ასევე ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ Homo sapiens-ი, ასე დაგვარქვეს, ადამიანი გონიერი, მაინც საზოგადოებრივი ცხოველია, მაინც ჩვენ გვჭირდება ადამიანებთან ურთიერთობა, ამიტომ არის განსაკუთრებით გაუსაძლისი საპატიმროში სამარტო საკანში ყოფნა. ადამიანს სჭირდება მეორე ადამიანი, რომ გაუზიაროს თავისი გულის ნადები, მასთან ერთად რაღაც საერთო გააკეთოს. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ბუნება არ პატიობს შეცდომებს. აქ გადარჩება მხოლოდ ძლიერი, მოხერხებული ჭკვიანი. კეთილი და ნაზი რაღაც ძალიან ფილანტროპული აზრებით გამშვალული ადამიანი აქ ვერ გაძლებს. მას უბრალოდ გამოხშირავს ევოლუცია. ისტორია, რომელიც მე უნდა გიამბოთ, ძალიან საინტერესოა და იგი შორეულ 1525 წელს შეცდომით იწყება. შეცდომით რატომ? იმიტომ რომ ეპისკოპოსი თომას დე ბერლანგა ქრისტიანობის გასავრცელებლად, რა თქმა უნდა, პერუსკენ მიემართება. ესპანური კარაველა უცებ შტილში მოყვება, ანუ აღარ არის ქარი და რა თქმა უნდა, აპროსანი გემი ამ დროს უძლურია ხოლმე და იგი უკვე დინებას არის მინდობილი. გემი მხოლოდ დინებას მიყვება და რამდენიმე ხნის შემდეგ ეკიპაჟი ხედავს ხმელეთს ჰორიზონტზე. უბრალოდ კუნძულებს, რომლებიც თითქოს მოძრაობენ ნისლში, გადაადგილდებიან. ამიტომ ეპისკოპოსი მათ ლას ესკანტადას დაარქმევს, ანუ მოჯადოებულ კუნძულებს. ის იყო გემი უნდა შეჯახებოდა დინებით და აქ გადის ძალიან ზაკვარი დინება, ჰუმბოლტის დინება, ნუ ეს შემდეგ დადგინდა და ამ დინების მიერ იყო მიტაცებული გემი, იგი უნდა შეჯახებოდა კუნძულს და სწორედ ამ დროს ამოვარდა ქარი და კაპიტანმა იმარჯვა ქარის ენერგია გამოიყენა, მისი მიმართულებები ამ კუნძულს წრე დაარტყა, იპოვა ყურე, სადაც მას გაჩერება შეეძლო და ამ ყურესთან ჩაუშვა ღუზა. ეპისკოპოსი და რამდენიმე მეზღვაური ჩასხდნენ ნავში, გემი ახლოს ვერ მივიდოდა, იმიტომ რომ საკმაოდ დაბალი იყო კუნძულთან წყალი. ჩასხდნენ ნავში და გადავიდნენ კუნძულზე. კუნძულზე მათ აღმოაჩინეს უამრავი ფრინველი, უამრავი გიგანტური კუ და ლომვეშაპების მოსასვენებელი ადგილი. კუნძულს დაარქვეს სანტა მარია, კოლუმბის ერთ-ერთი გემის საპატივცემულოდ და დაადგინეს, რომ მისი ფართობი არის დაახლოებით 175 კვადრატული კილომეტრი, საკმაოდ დიდი ზომის კუნძულია. მისი უმაღლესი წერტილი 680 მეტრია ზღვის დონიდან. შემდეგ უკვე გეოლოგებმა დაადგინეს, რომ ეს კუნძული და ზოგადად გალაპაგოსის არქიპელაგი მთლიანად გახლავთ წყალქვეშა ვულკანების წყება, რომლებმაც დროთა განმავლობაში თავიანთი კონუსები გაზარდეს ამოფრქვევების ხარჯზე წყალქვეშ და შემდეგ ზემოთ ამოვიდნენ. მოგეხსენებათ, სიცოცხლე ძალიან აგრესიულია, სადაც კი ფესვს გაიდგამს, მომენტალურად იწყებს იმ ადგილების ექსპანსიას და ჩამოყალიბდა ძალიან საინტერესო ეკოსისტემა, რომელიც სწორედ ხელუხლებელი სახით ნახა ეპისკოპოსმა. ზოგადად გალაპაგოსის კუნძულები და არქიპელაგი საკმაოდ ვრცელია. იგი დღეს ეკვადორს ეკუთვნის. გალაპაგო ესპანურად კუს ნიშნავს და სწორედ ამ კუნძულებზე გიგანტური კუების სახეობაა გავრცელებული. ერთ-ერთი შესახებ მე უკვე პოსტში გიამბეთ, ეს გახლავთ ჯონათანი, რომელიც ჯერ კიდევ 70 წლის იყო დაახლოებით, როდესაც ჩარლზ დარვინი გაიცნო და დღესაც ცოცხალია. ძალიან ცნობის მოყვარია, ძალიან საინტერესო ტიპია, დღეს იგი ეკვადორში ცხოვრობს და მშვენივრად გრძნობს თავს. მისი ასაკი 197 წელია. ასე რომ ის კიდევ კარგ ხანს იცოცხლებს. სანტა მარიაზე რაც მთავარია, მტკნარი წყალი აღმოაჩინეს და იგი მეკობრეების და ვეშაპის მრეწველების და ვეშაპებზე მონადირეებისათვის ერთგვარ ბაზად იქცა. მას სახელები ხშირად ეცვლებოდა იმის მიხედვით, თუ ვინ ცხოვრობდა მასზე, დროებით, რა თქმა უნდა, თავის სახელებს აღქმევდა ყველა, ვინც კი თავიდან აღმოაჩენდა მათ, მას მერსედესიც ერქვა, მასკარენაც ერქვა, ხიხონიც ერქვა და 1693 წელს ინგლისელმა მეკობრემ უილიამ კოულიმ გადაწყვიტა, რომ ეს ბრიტანეთის მიწაა, დაარჭა მასზე ბრიტანული დროშა და გამოაცხადა, რომ მას ამასიკეთ ერქმევა პრინც ჩარლზის სახელი, იმდროინდელი ბრიტანეთის იმდროინდელი მეფის სახელი.
გადის დრო და უკვე მე-18 საუკუნის ბოლოს ეკვადორის პროტექტორატში გადადის გალაპაგოსის კუნძულები მთლიანად და ამ კუნძულს არქმევენ სხვადასხვა ვენესუელელი წარმოშობის, მაგრამ ეკვადორის პირველი პრეზიდენტი გახლდათ ეს ხუან ხოსე ფლორესის სახელს. და დღეს ამ კუნძულს ქვია ფლორიანა. სწორედ 1793 წლიდან, რაც მას სახელი საბოლოოდ დაუმტკიცდა, აქ ფუნქციონირებს ერთ-ერთ ყურეში, იმ ყურეში, სადაც ეპისკოპოსმა პირველად დაადგა ფეხი კუნძულის პლაჟზე, ფუნქციონირებს ეგრეთ წოდებული პოსტ-ოფისი. პოსტ-ოფისი წარმოადგენს დიდი ზომის კასრს, რომელიც ხან ოჩაფეხებზე დგას, ხან თოკებით არის, ან ჯაჭვით მიმული და წყალში არის გადაშვებული და მას აქვს სპეციალური ფანჯარა და ამ ფანჯრიდან მასში ყრიან ხოლმე კორესპონდენციას. ამ საზღვაო პოსტას ჩვენ კიდევ დაუბრუნდებით, მაგრამ გეტყვით რომ თქვათ იგივე მე-18 საუკუნეში იგი გამოიყენებოდა მეკობრეების მიერაც, გამოიყენებოდა ვეჟაპებზე მონადირეების ხრივაც, როგორ ისინი ყრიდნენ ამ კასრში თავიანთ წერილებს, აწერდნენ მისამართს და თუ კეთილსინდისიერი ადამიანი შეხვდებოდათ, მაგალითად ბრიტანეთში მიმავალი. ან თქვათ ნორვეგიაში მიმავალი, ნორვეგიელები იყვნენ ძალიან აქტიურები იქ ვეშაპის რეწვაში. გააყოლებდა ხელს ამ წერილს და ახლობლებს მიუვიდოდათ ამბავი რომ ჩვენი მეთევზე, ჩვენი მეკობრე ცოცხალია და მშვენივრად გრძნობს თავს. ასევე ძალიან ბევრი სამალავი აღმოაჩინეს, ბუნებრივი სამალავი ამ კუნძულზე, ეს გახლდათ ლავის ნაკადებში წარმოქმნილი მღვიმეები. მღვიმეები მოგეხსენებათ, წარმოიქმნება იქ სადაც კირქვებია, მაგრამ ლავებშიც წარმოიქმნება და ამ სიღრმეებს ძალიან კარგად ითვისებდნენ სხვადასხვა მეკობრეები და დღემდე დადის ლეგენდები, რომ ამ კუნძულზე სადღაც არის გადანახული მეკობრეების განძი. როგორც ყოველთვის და როგორც ყველა კუნძულზე აბსოლუტურად ოკეანეებში, წყნარშიც და ატლანტიკაშიც ყველგან რა თქმა უნდა მეკობრეების განძს ეძებენ, მაგრამ ჯერჯერობით ხოლმე ერთეულები მაინც პოულობენ, თქვენ წარმოიდგინეთ. ჩვენი თხრობის პერიოდში, ანუ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ამ კასრში ისეთი წერილები იდებოდა, რომ ადამიანი პრინციპში უნდა მიხვედრილიყო, რომ სწორედ ამ წლებში იქ ოკეანეში ჩაკარგულ კუნძულზე რაღაც საშინელება მზადდებოდა. მაგრამ დავიწყოთ თავიდან. 1835 წლის სექტემბერში ჯერ კიდევ პრინც ჩარლზის სახელობის კუნძულზე წვია ჩარლზ დარვინი, ეს უკვე მისი მეორე მოგზაურობა იყო გემბიგლით და სხვათაშორის აქ მან გაიცნო გალაპაგოსის ეკვადორელი გუბერნატორი, რომელმაც ისეთი რამ უთხრა მას, რამაც შემდეგ დარვინი მიიყვანა ევოლუციის აზრამდე. უпростоრად მას სტიმული მიცა, ტრიგერი იყო ეს წინადადება მისთვის, რომ რაღაცაზე დაფიქრებულიყო და უბრალოდ შემგროვებლობა და უბრალოდ ნატურალისტობა გადაედო გვერდით. ამ გუბერნატორმა თქვა, რომ ხوامდენი კუნძულიაო. ყველა კუნძულის კუ შემიძლია გავიგო მათი ბაკნის აგებულების მიხედვითო. ანუ ყველა ამ პატარა კუნძულზე თავისი თითქოს პატარა ქვესახეობა არსებობს ამ ცხოველებისო. ასევე ფრინველები. ერთ კუნძულზე განსხვავებული ნისკარტი აქვს, მეორე კუნძულზე იმავე სახეობას განსხვავებული ნისკარტი აქვს და სწორედ ისევე მეორე ამან მისცა ბიძგი დარვინს, რომ თავისი ევოლუციური თეორიის განვითარება დაეწყო. თქვენ ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ დარვინის ავტობიოგრაფიაში, რომელიც ცოტა ჯავახიშვილმა თარგმნა და თავისი სახსრებით გამოსცა იგი. ძალიან საინტერესო წიგნია. ფლორიანა თვითონ გეოლოგიურად, როგორც გითხარით, ეს არის ჩამქრალი ვულკანი, აქედან გამომდინარე მასზე სიცოცხლე ძნელად იყიდებდა ფეხს, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოიყიდა. ნაპირებთან იგი უსიცოცხლო უდაბნოა, ოპუნციები, ანუ კაქტუსები იზრდება, რომლებიც ნაკლებად მომთხოვნი არიან გარემო პირობებისადმი. რაც უფრო სიღრმისკენ მიიწევ, უფრო მეტად გვხვდება მწვანე საფარი. კუნძული უკვე შიგნით მდიდარი არის ტროპიკული მცენარეულობით და ცხოველებით, თუმცა სახეობრივი მრავალფეროვნება მათი ძალიან გაღარიბდა ერთი ისევ ადამიანის და სხვაჟως ერთი ადამიანის გამო. 1820 წელს თომას ჩეპელმა, რომელიც გახლდათ
ვეშაპმრეწის მესაჭე რაღაც ხუმრობით ცეცხლი წაუკიდა გადამხმარ ბალახს. იყო მშრალი პერიოდი და როგორც ბენზინ გადასხმულს აი ესე წაეკიდა ცეცხლი. 3 დღის განმავლობაში იწოდაო, მეზღვაურები ამბობენ, ჩვენ შორიდანაც ხედავდით ამ კვამლსო და როდესაც რამდენიმე წლის შემდეგ ეწვიენ კვლავ ამ კუნძულს, აღმოაჩინეს, რომ იგი სრულიად გაუდაბურებული იყო, ანუ გადამწვარი იყო ბოლომდე, მაგრამ სიცოცხლე, რომ მას თავიდან არ დაეწყო აღდგენა. დღეს მართალია აქ ესეთი დიდი და გამოჩენილი დღეები აღარ არის 30 წლის შემდეგ, 1832 წელს, მანამ სანამ დარვინი ჩავიდოდა და მოინახულებდა ამ კუნძულებს, ინგლისელმა მეკობრეებმა შეიყვანეს ხორები, ძროხები და ძაღლები. როდესაც მეკობრეობა და ეს ყველაფერი მოისპო, ეს ცხოველები აქ დარჩნენ, რა თქმა უნდა, გაველურდნენ და როგორც ნებისმიერი ინვაზიური, ანუ შეჭრილი სახეობა, კიდევ ერთხელ მოახდინეს აქ ეკოლოგიური კატასტროფა. და თვითონ კუნძულზე ძალიან კარგად განირჩევა 50 ამოფრქვევის წერტილი. ანუ 50 ადგილას იყო პატარ-პატარა ვულკანები, საიდანაც ლავის ამოსასვლელები უბრალოდ. რა თქმა უნდა, ამ ლავას მიწიდან თან ამოჰქონდა მიკროელემენტები, რომლებიც ამდიდრებდნენ კუნძულის ნიადაგს და ამიტომაც მასზე იყო აი ამდენი ასეთი მცენარეულობა. რაც შეეხება მტკნარ წყალს, მტკნარი წყალი აქ მოდის მხოლოდ და მხოლოდ ეგრეთ წოდებული მეკობრეების მღვიმეში, არც თუ ისე დიდი რაოდენობით, მაგრამ ეს არის ყველაზე საიმედო წყარო, იმიტომ რომ იგი რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, მშრალ პერიოდშიც იძლევა წყალს, ნაკლები რაოდენობით, მაგრამ მაინც. ამ ადგილს შემდეგ დაარქმევენ ასილო დე ლა პასს, ანუ მშვიდობის თავშესაფარს. და ვნახავთ როგორი მშვიდობაც დამყარდება აქ. ფლორიანის კუნძულზე ეკვადორიდან მოხვდებით, აქ შეგიძლიათ წყალქვეშა ჩამქრალი ვულკანის, სახელად ეშმაკის გვირგვინის წყლებთან ჩაყვინთოთ და საოცარი წყალქვეშა სამყარო აღმოაჩინოთ. ზორმუხტისფერი ქვიშებით არის ერთ-ერთი ადგილი დაფარული, ეს გახლავთ პუნტა პორმორატი. დეკემბრიდან მაისის ჩათვლის, ანუ 4 თვის განმავლობაში ბუდობენ ვარდისფერი ფლამინგოები, ალბათ საოცარი სანახაობა იქნება. შურს იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სანახაობას საკუთარი თვალით ნახავენ. დღეს 300 წლის წინანდელ კასრში კვლავ დებენ ადგილობრივები საფოსტო გზავნილებს, თქვენ შეგიძლიათ ასევე გააგზავნოთ აქედან თქვენ სახლში უკვე წერილები უფასოა, მაგრამ სუვენირად დაგრჩებათ. კუნძულზე მუდმივად ცხოვრობს 98 ადამიანი და მათი უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ტურისტულ სფეროშია ჩართული. კუნძულზე პროდუქტები და ბუტილირებული წყალი, სასმელი წყალი, რა თქმა უნდა, კონტინენტიდან შეაქვთ. და ბოლოს რადგან მე-20 საუკუნე ჩაიგრიალა და 22 მილიონი სიცოცხლის ფასად დამთავრდა დიდი ომი, ანუ პირველი მსოფლიო ომი, როგორც მას უწოდებენ ხოლმე, 1929 წელი ბერლინი. ხმაურიანი ომწაგებული, დეპრესიით გაჟღენთილი, პოლიტიკური ბატალიებით, გადატრიალებებით, რევოლუციების მცდელობებით, უმუშევრობით, კოლოსალური, კატასტროფული ინფლაციით, კრიმინალით, პროსტიტუციით, ნარკოტრაფიკით და უიმედობით გათანგული ეს ოდესღაც ულამაზესი და უკარგესი ქალაქი და ცენტრი ევროპისა. გერმანიაში არნახული კრიზისია, როგორც ეკონომიკაში, ასევე ადამიანთა თავებში. ფრიდრიხ რიტერი არც ავანტიურისტი გახლდათ და არც ჭკუიდან შეშლილი. ყოველ შემთხვევაში ასე ამბობდა ის ხალხი, რომლებიც მას კარგად იცნობდნენ. იგი ძალიან წარმატებული ექიმი იყო, რომ ბერლინის ცენტრში ჰქონდა მას ეს პრაქტიკა გახსნილი, მას პატივსცემდა გერმანიის დედაქალაქის საზოგადოება, იგი უყვარდათ ქალებს, მაგრამ რიტერის თავში თანდათან ამ ყველაფრიდან გაქცევის გეგმა მზადდებოდა. ექიმი ფრიდრიხ ნიშეს თაყვანისმცემელი იყო, აი ეს ჩვენ რო ყავს იმის არ იყოს, თუმცა ის კრიტიკას წერს ხო ჯერჯერობით 10 წლის წინ დაიწყო ჯერ არ დაუმთავრებია. და ფრიდრიხს მიაჩნდა, რომ ევროპა კვდებოდა და მას რაც შეიძლება სწრაფად უნდა გასვლოდა. ასევე მას მიაჩნდა, რომ თუ ადამიანი ცივილიზაციის ბორკილებს მოიხსნიდა, ესეც ნიჩიანური მომენტია, იგი ღმერთად იქცეოდა, თავის ღმერთად ყოველ შემთხვევაში. არანაირი ფული, არანაირი მანქანები, არანაირი qalbi ღიმილები და ასევე qalbi საზოგადოება, მხოლოდ ქვა, მზე, ზღვა, იგუანები, გიგანტური ხვლიკები და კუები.
მის აზრებს იზიარებს ასევე საკმაოდ მაღალი საზოგადოების წევრი ქალი დორა შტრაუხი. ექიმი არის 43 წლის, დორა 28 წლისაა. დორა ფრიდრიხის პაციენტია, მას იმ დროისთვის უკურნებელი სენი, ავტოიმუნური დაავადება, რომლის შესახებაც მე წინა ვიდეოში ვისაუბრე, ის აწუხებს, ეს არის გაფანტული სკლეროზი და ექიმი ეუბნება მას, რომ ერთადერთი საშუალება, რომ ეს სენი დაამარცხოს, მან უნდა დაამარცხოს საკუთარ თავში ეს ეგოიზმი, ის სიყალბე, რომელიც ახლავს თან ბერლინურ ცხოვრებას. 1929 წლის მარტში დორა და ფრიდრიხი, რომელიც იმ დროისთვის უკვე ცოლს გასცილდა, რუკებს ჩაუსხდა და დაიწყეს ძებნა ისეთი ადგილი, სადაც ისინი პატარა სამოთხეს მოიწყობენ. გაექცევიან უზარმაზარ და უსახურ მონსტრს, როგორც რიტერი ეძახდა ბერლინის საზოგადოებას. გაექცევიან ისეთ ადგილას, სადაც მათ ვერავინ მიაგნებს, ყოველ შემთხვევაში თავდაპირველად. მათ ასეთ ადგილად ფლორიანა შეარჩიეს, მათ გაიგეს, რომ აქ მოსახლეობა არ არის, რომ მაგ არის მტკნარი წყალი, რომ ის ეკვადორთან ახლოს არის, შედარებით ახლოს, 1000 კილომეტრია წყნარ ოკეანეში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მთლად გადაკარგული, მთლად ისეთი არ არის და რაც თავარია, იქ არის სეზონების მონაცვლეობა, არის წვიმიანი სეზონები, არის მშრალი სეზონები და საკმაოდ კარგი პირობები, რომ ადამიანმა თავიდან დაიწყოს ცხოვრება. საინტერესო ფაქტია კიდევ ის, რომ დორა, რომელიც 18 წლის ასაკში განიმშვალა შოპენჰაუერის იდეებით, კატეგორიული წინააღმდეგია ყოველგვარი ცხოველური პროდუქტის მიღების. იგი თვლის, რომ ზღვის სიცოცხლის წართმევის ხარჯზე შენ არ უნდა იკვებებოდე და იკვებება ერთი პერიოდი იკვებებოდა მხოლოდ ლეღვით. მერე ვიღაცამ უთხრა, რომ ეს ლეღვს რო ჭამ, შენ იქ შიგნით უამრავი კრაზანაა, პატარა ზომის კრაზანები, მე ერთხელ მოვყვები ლეღვის ნაყოფის შესახებ, ძალიან საინტერესო ფაქტებს მოგიყვებით. ის ჩემი უსაყვარლესი ნაყოფია, შეიძლება ასე ითქვას და მის გამრავლებაში მონაწილეობას ღებულობს მიკროსკოპული კრაზანა, რომლის გარეშეც მასში აი ციფრები რო ხდება, ხო? ისინი არ ყალიბდება. დორამეც რო გაიგო დეპრესიაში ჩავარდა, ესე იგი ამდენი ხნის წლები, რაღაც 2 წელი მე მგონი მარტო ლეღვს ჭამდა. და სხვა შორის ისე დასუსტდა, რომ გადასარჩენი გახდა. მას დაუნიშნეს ესეთი მკურნალობა, რომ ცოტა აზზე მოიყვანა. როგორც ვარაუდობენ, ცხოველური ქსილების ნაკლებობამ, ერთფეროვანმა კვებამ, ძალიან ბევრი ვიტამინის და მიკროელემენტის მიუღებლობამ გამოიწვია ის ავტოიმუნური დაავადება, რომელზეც მე უკვე გითხარით. ისე არც ფრიდრიხი აკლებს, ისიც ვეგანია, პარალელურად გამგზავრების წინ მან უპრეცედენტო რამ ჩაიდინა, საოცრებაა. დაიძრო ყველა კბილი, თვითონაც და დორასაც დააძრო და დაამზადებინა, აი ეს როგორ გააკეთა არ ვიცი, დაამზადებინა უნივერსალური პროტეზი, რკინისგან, ნაწრთობი ფოლადისგან და ეს პროტეზი იყო საერთო ხმარების, ანუ მე რო გამოვიყენებდი, მე მივცემდი ჩემს პარტნიორს, ის გამოიყენებდა და ესო ერთიანობის ნიშანია. ხა ყველა საცალკე პროტეზი რო ქონდესო, ესო ერთიანება არ იქნებაო და ამიტომ ის აწყალი ქალის და თვითონაც იყენებდნენ აი ამ პროტეზს. მოგეხსენებათ ბოსტნეული და ზოგადად მცენარეული საკვები საკმაოდ რთული დასაღებია, ხო? მაგრამ რაღაცნაირად ართმევდნენ ეთყობა თავს, ამ თავისი რკინის პროტეზი ძალიან სიმპათიური სანახავი იქნებოდნენ ორივე. ხო, მე დამავიწყდა მეთქვა, რომ პროტეზი კი გაიკეთა ფრიდრიხმა, მაგრამ მან თქვა, რომ ჩვენო იქო რო ჩავალთო ჩვენი გონებრივი ძალებით დაახლოებით ისეთივე ღრძილები გაგვიხდება, როგორიც ადგილობრივ კულებს აქვთ. ანუ კულს მოგეხსენებათ, როგორ ესე იგი ძალიან ბასრი, მჭრელი ყბები აქვთ, მათ კბილები არ აქვთ და აი ამ ბასრი ყბების საშუალებით ისინი ჭამენ ყველას და ყველაფერს. ხორცსა ჭამენ, ბალახეულობასაც, ნაყოფსაც და იმას. და დაახლოებით ანალოგიური პირის აპარატის და ჩამოყალიბებოდა. ხო, ახლა რა ვიცი, წინაზე ვთქვი, რომ ძალიან ნორმალურ და ესეთ საღად მოაზროვნე ადამიანად ვლიდნენ თქო ექიმ ფრიდრიხს. ისინი 1929 წლის იანვარში გადიან ამსტერდამის პორტიდან, ჩადიან გუაიაკილში, პორტი გახლავთ ეკვადორში. ისინი აქ ხვდებიან არქიპელაგის გუბერნატორს და ბერლინში მათ ყველაფერი გაყიდეს, ფული საკმაოდ აქვს და ყიდულობენ
16 ჰექტარ მიწას კუნძულზე. პატარა გემით ისინი მიადგებიან კუნძულს ზუსტად იმ ადგილას, სადაც პოსტ-ოფისია, ანუ კასრიდან სადაც 200 მეტრის მოშორებით და იქ გადაწყვეტენ თავშესაფრის აგებას. მაგრამ აღმოჩნდება, რომ წყლამდე საკმაოდ შორია სასიარულო და ადგებიან და თლად წყალთან ვარ დავსახლდეთო, ანუ თლად კომფორტულ პირობებში რო არ ვიყოთო, ამიტომ მოდი ცოტა გავიწვალოთო და წყლიდან 4 კილომეტრის მოშორებით სახლდებიან. პირველი რასაც აკეთებენ, რა თქმა უნდა, მოედანს ათავისუფლებენ იმისათვის, რომ სტაფილოები და ბოლოკები და კომპოსტოები დათესონ და მერე რკინის კბილებით დაღრნან. და ეს საკმაოდ რთული საქმეა, იმიტომ რომ მინდორი, რომელიც მოვაკებული მინდორია, ჯერ ერთი რთული მოსაძებნი იყო ასეთ მოვაკებული მინდორი და მეორე იგი დაფარული არის ლავის ნატეხებით, აი შავი ქვის ნატეხებით, რომელთა წონა ზოგჯერ 30-40 კილოგრამს აღწევს და ეს ყველაფერი უნდა გადაათრიონ მათ. რიტერი აიძულებს დორას, რომ ისევე იმუშაოს როგორც თვითონ. დორას ისევ იმეორებ აქვს საკმაოდ მძიმე დაავადება, გაფანტური სკლეროზი, მაგრამ რიტერი ეუბნება, რომ ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად განიკურნება ფიზიკური მძიმე შრომით. რაც შეეხება წყალს, როგორც გითხარით, ის 4 კილომეტრის მოშორებითაა და მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენოთო, დანარჩენი წვიმის წყლითო ვისარგებლოთო. 3 კედელი და ფიცრებით გადახურული ჭერი, ეს არის მათი საცხოვრებელი, მათ არ აქვთ ლოგინები, არ აქვთ სკამები, ადგილს მათ დაარქვეს ფრიდო. ფრიდო, ანუ აი აქ რატო დაარქვეს ფრიდო, დამიწერეთ კომენტარებში. სხვადასხვა ბოსტანი საკმაოდ კარგად მუშაობს, იმიტომ რომ როგორც უკვე გითხარით, ვულკანური ფერფლით გაჯერებული მიწა საკმაოდ ნოყიერია. წყვილმა წიწილებიც აიყვანა იქ და მოაშენა კვერცხის მისაღებად. კვერცხში შედიოდა თითქოს ის ცილები, რომელსაც უნდა აღედგინა მიელინის ის ფენა, გახსოვთ მე გესაუბრეთ თუ რა იწვევს გაფანტურ სკლეროზს, ანუ აქსონებზე, ნერვულ უჯრედებზე მიელინის ფენის განლევა ან საერთოდ გაქრობა. და თითქოს ის უნდა აღედგინა. სახლის საძირკველისთვის მიწის თხრის დროს და იმ მოსუფთავებისას ფრიდრიხმა იპოვა თავის ქალა. ქალა, რომელსაც უკნიდან ჰქონდა ნახრეტი, ანუ ვიღაცა აქ მოეკლათ კეფაში მყვის როლით. ქალა საკმაოდ ძველი იყო, როგორც ჩანს, ეს მაინც მეკობრული პერიოდიდან იყო და ფრიდრიხი წერს, რომ მე ევროპიდან ომის გვამებს და ომის მოჩვენებებს გამოვეკეციო და აქ კიდე თითქოს შვიდობიან კუნძულზე, ჩემი სახლის ფუნდამენტში, მე ამ კუნძულის ძველი მკვიდრი მელოდებოდა. ვინ არის იგი ვეშაპებზე მონადირე, გაქცეული კატორღელი, მეკობრე თუ ესპანელი კონკისტადორი. ფლორიანა კითხვებს არ პასუხობს, მას არ აინტერესებს სახელები. ის უბრალოდ თავის ვულკანურ გულში იკრავს მკვდრებს. ეს ამას რიტერი წერს. რიტერისთვის ეს მომენტი, ეს ნაპოვნი სიცოცხლის ეფემერობის ნიშანია, რა თქმა უნდა და დასტური. იგი რომელიც ნიჩიანურ ზეადამიანად თვლის თავს, უცებ ენარცხება მიწაზე და გრძნობს, რომ რაც არ უნდა ზემოთ აიწიოს, სიკვდილი მაინც მიეპარება მას. და ცხოვრებაც ისეთივე ამაოვა მისი, როგორც სხვა ადამიანების. რიტერი მთლიანად ამოიღებს ამ ჩონჩხს და როგორც მემენტო მორი, ანუ გახსოვდეს სიკვდილის ამბავში, მას სახლის წინ დაკრძალავს და პატარა საფლავსაც გაუკეთებს. ანუ სახლიდან რო გამოდის, პირველი რასაც უყურებს, აი მუცნობი ადამიანის საფლავია. ამ უცნაური წყვილის შესახებ მალევე ხდება ცნობილი. საქმე რაშია? პოსტ-ოფისი კარგად მუშაობს. ხშირად ჩერდებიან ხოლმე პატარა გემები ამ ადგილებში, ისინი ტრადიციისამებრ ამოწმებენ კასრებს და კასრებში მათ ხვდებათ წერილები, რომლებსაც მისამართად უწერიათ ბერლინი. წერილები არის როგორც დორასგან, ასევე რიტერისგან. რიტერი თავის ფილოსოფიურ ნაშრომებს აგზავნის. ეს ის პერიოდია, როცა ბერლინი პოლიტიკით ცხოვრობს. მხოლოდ იქ მუდმივად რაღაც ხდება, ხალხი დაღლილია, უკვე აღარ აინტერესებს ეს პოლიტიკა და უცებ გამოჩნდება როგორც ცივი წყარო უდაბნოში, აი ესე გამოჩნდება დორას და ფრიდრიხის წერილები.
და გაზეთები იწყებენ მათი ცხოვრების შესახებ წერას. ისინი აღწერენ მათ ცხოვრებას როგორც იდილიას, რომ თითქოს ისინი ცხოვრობენ ესეთ სამოთხეში, სადაც ადამიანის სული და სხეული ძლიერდება, სადაც ჰაერი, ბალახი, ცხოველი, მცენარე, ოკეანე ადამიანს ღმერთად აქცევს და პარალელურად ეს ყველაფერი არის რა ხვდებით ალბათ რიტერის, ანუ ფრიდრიხის წერილებიდან, ხოლო დორა უფრო მიწიერ რაღაცებზე წერს, რომ აი კომპოსტოს მოსავალი მაინც კარგი ვერ მოვიდა, იგი ცოტა ფეხი მტკივა, ფეხი სხვა შორის თანდათან უფრო ატკივდება მას და უკვე ჯოხის გარეშე სიარული აღარ შეუძლია. იგი ასევე მუდმივი შიმშილის გზნობას განიცდის და ისიც კი დაწერა, რომ ძალიან მიქარეს, რომ არ წამოიღეს იარაღი, თოფი, პაციფისტები არიან. თორემ უამრავი გარეული ღორია და ბოლოს ღორსო მოკლავდიო და შევჭამდიო. ანუ ეს ქალი, რომელიც მარტო ლეღვით იყვებოდა ერთი პერიოდი, შიმშილმა ისე შეაწუხა, რომ ღორის მოკლაზეც არ არის და მისი ხორცის გასინჯვაზეც არ არის უარზე. სხვათა შორის ღორები გარდა იმისა, რომ მადას აღძრავენ დორაში და ალბათ მე დარწმუნებული ვარ ფრიდრიხშიც, კიდევ ძალიან ცუდ საქმეს აკეთებენ. ისინი პერიოდულად ანადგურებენ ხოლმე მათ მოსავალს. უბრალოდ ამ ხალხმა ისიც კი ვერ მოიფიქრა, რომ შეიძლებოდა იმ ერთადერთი საკვების წყაროს, თქვათ, ღობით დაცვა. ძალიან ბევრი ადამიანი ინტერესდება. მდიდარი გერმანელები სპეციალურ გემს შეუკვეთავენ, დატვირთავენ მას საჭმელით, სასმელით, ხელსაწყო იარაღებით და ჩაადგებიან განდეგილებს. ამ ყველაფერს ჩაუტანენ, აქ არის კონსერვირებული ხილი, ბოსტნეული და ლობიო, ბოსტნეულის და მწვანელების ჩითილები და თესლები, წამლები, ხელსაწყო იარაღები, სკამები, ჭურჭელი, ღვინო, ვისკი, რა ვიცი, ყველაფერი რაც კი მოუვიდა თავში, ყველაფერი მოხიკეს და ჩაუტანეს ამ ხალხს და სწორედ ამის შემდეგ არის ეს ფოტო გადაღებული, სადაც შეზლონგებში არიან წამოგორებულები ჩვენი გმირები. ორივე არის ნუდიზმის მიმდევარი. ზოგადად გერმანიაში ნუდისტები, დღესაც საკმაოდ პოპულარულია ეს მიმდინარეობა, ნუდისტები ბევრნი არიან და ესენიც ნუდისტები არიან, ანუ შეშლები დადიან. ბილიკზე ისინი კიდებენ დიდ ზარს და ზარი დარეკეთ ხოლმე უწერია, რომ ჩვენ მოვასწროთ ტანსაცმლის ჩაცმა და ისე არ დაგხვდეთ. ჟურნალისტებმა რომლებიც ჩაყვნენ ამ გემს გადაუღეს ფოტოები კუნძულელებს და მალე მთელს ევროპაში გახდა ცნობილი თუ როგორ ცხოვრობენ სამოთხის კუნძულზე იდეალური ადამიანები. და აი 1932 წელს ფლორიანზე კიდევ ერთი გერმანელი წყვილი ჩადის. დიდი ომის, ანუ პირველი მსოფლიო ომის ვეტერანი ჰაინც ვიტმერი, მისი ორსული მეუღლე მარგრეტი და ჰაინცის ვაჟი პირველი ცოლიდან 13 წლის ჰარი. ჰაინცი ოჯახთან ერთად ვაიმარის რესპუბლიკის სიღატაკეს და არასტაბილურობას გამოექცა, თუმცა თლად ასეც არ არის, იმიტომ რომ იგი იყო შემდგომში უკვე გენიალურ პოლიტიკოსად აღიარებული კონრად ადენაუერის თანაშემწე. მას საკმაოდ კარგი ხელფასი ჰქონდა, სტაბილური ხელფასი, მაგრამ მას თითქოს გული უგრძნობდა, რომ ადენაური კი არა, ძალიან ცოტა ხანში გერმანიას დედა აღარ ეყოლებოდა. უბრალოდ გერმანია დაიწყებდა სხვისი დედის მოკლას და შემდეგ მას თვითონ დაემართებოდა იგივე. თითქოს გრძნობდა, რომ უნდა მოსულიყო ჰიტლერი და გაჩაღებულიყო ყველაზე სისხლისღვრელი და ყველაზე სასტიკი ომი კაცობრიობის ისტორიაში. ფრიდრიხი და დორა ახალმოსულებს ძალიან ცივად შეხვდნენ. ვიტმერები ხომ ხორცსაც მიითმევდნენ, არც მაინც ნიჩეზე არ გიждდებოდნენ და არც ნუდიზმით ერთობოდნენ. ვიტმერებმა კი ფრიდრიხში დაინახეს დაუბანელი, გაბურძგნული და რაღაცა ჩაშვებული ტიპი, რკინის კბილებით, ხან რკინის კბილებით, ხან უკბილოდ. დორა საკმაოდ ძიმედ დაავადებული ქალი, რომელიც უკვე ჯოხით გადაადგილდებოდა და რომელსაც ფრიდრიხი პირდაპირ თქვა აწვალებდა რა, იმიტომ რომ ამ ინვალიდ ფაქტიურად მოძრაობა შეზღუდულ ადამიანს აიძულებდა რომ საკმაოდ მძიმე სამუშაოები ეკეთებია. მიუხედავად ესეთი ცივი შეხვედრისა, სხვათაშორის დორამაც და ფრიდრიხმაც მიასწავლეს წყვილს თუ სად უნდა გაჩერებულიყვნენ, ეს იყო მეკობრეების
მღვიმე, სადაც წყალი მოდიოდა. სოლქმარი კლასიკური გერმანელები აღმოჩნდნენ, ისინი პირველივე დღიდან ჩაერთენ ადგილის მოწესრიგებაში და სახლის მშენებლობაში. რიტმერებმა თან წიგნები კი არ წამოიღეს ხელსაწყო იარაღები, ტექნოლოგიები და მათ იცოდნენ გადასარევად, რომ რომანტიკა მთავრდება იქ, როდესაც ადამიანს შივდება. აი პირველ შიმშილზე თავდება ნებისმიერი რომანტიკა და ამას მე დამეთანხმება ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ექსპედიციაში არის ნამყოფი ან ველზე არის გასული და თუნდაც დასასვენებლად. ჰენრისგან და დორასგან განსხვავებით ისინი ზეკაც კი არ ეძებენ, არამედ ადგილს, სადაც დამოუკიდებლად შეძლებენ თავის გადარჩენას. 13 წლის ჰარის ჭლექის მძიმე ფორმა აქვს, როგორც მშობლებს უთხრეს, მას ბევრი ხანი არ აქვს დარჩენილი და ერთადერთი შეიძლება სუფთა ოკეანურმა ჰაერმა იგი განკურნოს. სხვაჯერად მიუხედავად ამისა, იგი ტოლს არ უდებს მშობლებს და მალე რამდენიმე თვეში, სანამ წვიმების სეზონი დაიწყებოდა, ვიტმარებმა კეთილმოწყობილი სამოთახიანი სახლი ააშენეს. პემზის ბლოკებისგან, პემზას ერთი ძალიან დიდი პლუსია, იგი არის მჩატე და პლუს ძალიან კარგად უჭირავს სითბო და სახლში მუდმივად სიგრილია. თვითონ პემზა არის როგორც პენოპლასტი. იგი გამოსებული არის ბუშტუკებით, ჰაერის ბუშტუკებით და ჰაერი კი მოგეხსენებათ ყველაზე კარგი თბოიზოლატორია. გერმანელებმა ასევე ძალიან მკვიდრი ღობე ააშენეს თავიანთი ბოსტნეულისთვის, იგი ჯერ ქვებით შემორაგეს და შემდეგ უკვე მასში დიდი ზომის ეკლები ჩააბეტონეს თუ ჩააცემენტეს და ვერანაირი ცხოველი ამ ღობეს ვერ ეკარებოდა და რა თქმა უნდა მათ ბოსტნეულსაც. წყალი, რომელიც მეკობრეების მღვიმეში გროვდებოდა, მათ ბამბუკის ტოტების საშუალებით გამოიყვანეს სახლამდე, აქ მათ ამოთხარეს დიდი ორმო, რომელიც ამოალაგეს და ამოაწყეს, მოაპირკეთეს ასევე პემზით, რომელიც კარგად ფილტრავს წყალს და იქ აგროვებდნენ სასმელ წყალს. გადახურული იყოს, რა თქმა უნდა. მეორე ორმო გააკეთეს, სადაც უკვე წვიმის წყალს აგროვებდნენ და იმ წვიმის წყალს საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის იყენებდნენ. არა, კლასიკური გერმანელები არიან. იანვარში ხომ დამავიწყდა მე თქვა, რომ მარგრეტი 4 თვის ორსული იყო, როდესაც ჩამოვიდა და აი იანვარში მან იმშობიარა, წარმატებით იმშობიარა, გააჩინა ისტორიაში, კონძულის ისტორიაში პირველი ადამიანი, რომელიც აქ გაჩნდა და ბიჭს სახელად როლფი დაარქვეს. როლფს ჩვენ კიდე შევხვდებით. ბავშვის გაჩენამდე ერთი თვით ადრე ჰაინცმა სხვათა შორის გაველურებული ძროხა შეიტყუა. სპეციალურად გამოქვაბულში გააკეთა ბოსელი, იქ შეიტყუა ძროხა და რომელიც ძალიან სწრაფად მოიშინაურა, იმიტომ რომ ძროხას მაინც რაღაცა გენეტიკური მახსოვრობა ჰქონდა ეთყობა ადამიანებთან ურთიერთობის. და ოჯახი რძითად უზრუნველყო აი ბავშვისთვის უკვე დედის ძის გარდა აგერ ძროხის რძეც ეკნებოდა. ასევე მან ერთ-ერთ გამოქვაბულში გააკეთა შესაბოლი კამერა და ნანადირებ ღორს და ფრინველს და თევზს იქ ბოლავდა და ასე ამზადებდა კონსერვებს. ასე და ამგვარად ვიტმერებმა ფაქტიურად გაამართლეს კლასიკური წარმოდგენა გერმანელების შესახებ, როგორც შრომის მოყვარე, წესრიგის მოყვარული და გამომგონებელი ადამიანებისა. ჰარის, რომელსაც როგორც გახსოვთ, ბოლო სტადიის ჭლექი ჰქონდა და უკვე უნდა დიდი ხნის მკვდარი ყოფილიყო, 1 წლის თავზე აბსოლუტურად ჯამრთელი ფილტვები ჰქონდა, ავანტყოფური ბიჭიდან იგი ნამდვილ მონადირედ გადაიქცა, ნამდვილ მეთევზედ გადაიქცა. რიტერი ფილოსოფიური ტრაქტატის წერითაა დაკავებული, მას დიდი საბეჭდი მანქანა აქვს წამოღებული და მთელი დღის განმავლობაში აკაკუნებს, დორა მუშაობს, ეს რაღაცას წერს. ვიტმერები, რა თქმა უნდა, როგორც კეთილი მეზობლები, უყოფენ თავიანთ საკვებს დორას და ფრიდრიხს, თუმცა ისინი უარს ამბობენ ხორცის ჭამაზე კვლავ, მაგრამ იმდენად კარგი მოსავალი აქვთ აი ამ მეორე წყვილს ბოსტნეულის, რომ მათ შეუძლიათ გასცენ. ისინი ისევ ღია ნიადაგში რგავენ ამ ყველაფერს, რაღაც რომ დაისხამს, როგორც იქნება ან სტაფილოს ან კომპოსტოს მოვლენ ღორები შეუჭამენ, მოკლედ იქ
ცალკე ამბავი ტრიალებს. ანუ ისინი არ არიან ნამდვილი გერმანელები აშკარად. შიგადაშიგ ჩამოდიან გემები, რომლებსაც ჩამოაქვთ, რა თქმა უნდა, კონსერვები, ფქვილი, მარილი, ზეთი, ისეთი რაღაცები, რასაც იქ ადგილობრივად ვერ აწარმოებ. ასე რომ მეტნაკლებად ყველაფერი კარგად მიდის, ორივე ცალ-ცალკე, ორივე ოჯახი თავის ავტონომიურ უტოპიას ქმნის და მეტნაკლებად ბედნიერია. მაგრამ 1932 წლის ოქტომბრის ბოლოს კუნძულზე ავსტრიელი ბარონესა, ეს უნდა წავიკითხო, ელოიზა ფერბორნ ფონ ვაგნერ ბოსკეტი ჩამოდის. ჩვენ სიმოკლისთვის მას ელოიზა დავარქვათ, ხან ვაგნერს დაუძახებ, არა აქვს ამას დიდი მნიშვნელობა, რატომ ამას მალე გაიგებთ. მასთან ორი საყვარელი ჩამოყვება, ეს არის ერთი ახოვანი, ფიზიკურად ძალიან ძლიერი ინგლისელი რობერტ ფილიპსონი და ცოტა არ იყოს ისეთი მიჩმორებული გერმანელი რუდოლფ ლორენცი. რუდოლფი უფრო ისეთი განათლებული ინტელიგენტი ტიპია, ის მეორე, აი სუფთა ძალა მაქვს, twini არ ჭირდება ამბავია. ბარონესა კუნძულის იმ ხარეს დასახლდება, საიდანაც ვიტმერების სახლი ძალიან ახლოსაა. იქ გაშლის თავის კარავს და უცნაურ რაღაცეებს ჩამოიტანს. ეს არის როიალი, უამრავი სასმელი, მოსაწევი ხელსაწყოების, სიგარეტის თუ თამბაქოსი უბრალოდ პატეფონი, ორი ჩემოდანი მარტო ფირფიტები ჩამოიტანა ამ ქალმა. მეც მისაღა მეც რო ესეთ ადგილას ავსულიყავი, დღეს უბრალოდ ესეთი ფირფიტები აღარ არის, მაგრამ მუსიკის მოსასმენს აუცილებლად წავიღებდი, მაგრამ როიალი ლავებში და იგუანებში და კუებში რაღაცა ცოტა ექსტრავაგანტულია. იქ ძალიან დიდრული ლოგინებია და რაც თავარია სამი ჩემოდანი, რომელიც შემდეგ გაირკვა, აბრეშუმის საცვლები ჩამოაქვს ამ ქალს. ეს სამეული კარავს ისე ახლოს დადგამს ვიტმარების სახლთან, რომ მათი იდილია დაირღვევა, იმიტომ რომ იქ მუდმივად რაღაცა სვამენ, კეიფობენ, მუსიკას უსმენენ, როიალზე უკრავენ, არასწორად და ძალიან არაჰარმონიულად, მაგრამ ეს მხოლოდ ჟურნალია. კინო მალე დაიწყება და იგი ტრილერის, კრიმინალის, მელოდრამის და საშინელებათა ფილმების ნაზავის ჟანრის იქნება. ჩამოსვლიდან ერთი თვის თავზე ბარონესა თავის კარავში იწვევს კუნძულელების კრებას, სადაც აცხადებს, რომ გალაპაგოსის გუბერნატორმა თავისი განკარგულებით კუნძულის 90% მას გადასცა მფლობელობაში. რომ იგი აქ აპირებს გრანდიოზული სასტუმროს ფაზიენდა პარადიზოს აშენებას, იგი იქნება განკუთვნილი მდიდარი იახტსმენებისთვის და მდიდარი ტურისტებისთვის, ამისთვის მას სჭირდება კუნძულის ყველა რესურსზე წვდომა, რა თქმა უნდა, ვიტმერების აშენებულ წყალსაცავზეც. პროექტის არქიტექტორი ქალის თქმით არის რობერტ ფილიპსონი, რომელსაც ორი წიგნი არ აქვს აკითხული, ინჟინერ მშენებელი გახლავთ რუდოლფ ლორენცი. ხო, მათ კიდევ ჩამოყვებათ ეკვადორელი გიდი ხორხე რაღაცა. არა, დიდი მნიშვნელობა მის, იმიტომ რომ ხორხე მალე დაითესება კუნძულიდან. და ამ ყველაფრის ამამტკიცებელ საბუთად მას მოყავს ეკვადორის მთავარ გაზეთში დაბეჭდილი ვრცელი სტატია, ხოლო გუბერნატორის მიერ ხელმოწერილ წერილს იგი შორიდან აჩვენებს კუნძულელებს. ფრიდრიხი ცოფებსყრის მას უამრავი ფული დაუჯდა, 16 ჰექტარი მიწის ყიდვა და ამ დროს ამ ქალმა ფაქტიურად მთელი კუნძული შეიძინა. ქალმა, რომელსაც დორიან გრეის პორტრეტის გარდა, როგორც თვითონ თქვა, არაფერი აქვს საკითხული, აბსოლუტურად თავცარიელია და თავის ორ გაუნათლებელ საყვარელთან ერთად ცდილობს, რომ ყველაფერი ის, რაც აქამდე ამ ხალხმა აკეთა, ხელში ჩაიგდოს. ბარონესა მოკლე შორტებით, ამ შორტებზე ჩამოკიდებული ორი პისტოლეტით, მოშიშვლებული მკერდით და თავისუფალი მანერებით შოქში აგდებს ორივე ოჯახს, მას მუდმივად თან ახლავს ასევე შეიარაღებული სამეული, ანუ ის გიდი და მისი ორი შეყვარებული და ბარონესას ვინც კი იცნობდა, ამბობდნენ, რომ იგი ძალიან ლამაზი და სექსუალური ქალი იყო. არ ვიცი, ალბათ მე მჭირს რაღაცა, იმიტომ რომ ბარონესას ბევრი სურათი არსებობს, მისი ვიდეოებიც არსებობს და როცა მის ფოტოებს უყურებ, რაღაც ჩემში ზოოლოგი იღვიძებს ხოლმე და რაღაც დიდი ზომის მღრნელისკენ მივყავარ, იმიტომ რომ ამ ქალს ყველაფერი აქვს სილამაზის გარდა აბსოლუტურად, მაგრამ არიან ასეთი ქალები, რომლებიც რაღაცა თავისი შინაგანი ქარიზმით
ეთყობა, ატყვევებენ ადამიანებს და როგორც წესი ასეთი ქალები არიან ავანტიურისტები და ესეთ ამბებში ეხვევიან ხოლმე რა, რომელიც მაინც და მაინც კანონთან თლად კარგად ვერ არის. ვიტმერები ცდილობენ რომ თავის შორს დაიჭირონ ამ ქალისგან, მაგრამ არაფერი გამოსდით, იგი თლად მათ გვერდზე ცხოვრობს, როგორც გითხარით. და ფონ ვაგნერის გამოჩენის დისკომფორტთან ერთად იწყება ძალიან უცნაური მოვლენები. კასრიდან ქრება ფრიდრიხისა და დორას გასაგზავნად გამზადებული წერილები. ასევე ქრება წერილები, რომლებსაც მათ უგზავნიან. ბარონესა რიტერს ეუბნება, რომ იგი ხშირად ხედავს კასრთან მოსიარულე ჰანს ვიტმერს და მიანიშნებს, რომ ვიტმერი კპარავთო თქვენო წერილებსო. და პირიქით ვიტმერისთვის გამოგზავნილ წერილებსაც რაღაცა ქრება და ვიტმერს ეუბნება, რომ თქვენო კპარავთო დორაო წერილებსო. ანუ ცდილობს რაღაცნაირად ეს ორი სულ სამი ჯგუფია, ხო? აი წარმოგიდგენ, აი ადამიანი რა არის? Homo sapiens, ადამიანი მოაზროვნე. სულ სამი ჯგუფი ცხოვრობს, სამ-კაციანი ამ უზარმაზარ კუნძულზე, შედარებით უზარმაზარ კუნძულზე, მაინც 170 კვადრატული კილომეტრია და იქაც კი მცდელობა მიდის, რომ ერთმანეთს წაკიდონ ადამიანები და ომი დაიწყოს, მიკროომი, რამდენიმე ადამიანია. 33 წლის მაისია, კუნძულზე დიდი ხანია გემი არ ჩამოდგარა და ამიტომ ტურისტების მიერ ჩამოტანილი საკვების მარაგი თანდათან იცლება. ეხლა ბარონესა კარკვებასაა მიჩვეული და საკვებთან ერთად მას თამბაქოც უთავდება, ალკოჰოლიც უთავდება და მაისის ბოლოს იწყება კიდევ უცნაური მოვლენები. ფრიდრიხის ბოსტნეული რა ჰქონდა იმ ფრიდრიხს იქ რაღაცა ამხელა ისინი მოყავდა ბოლოკები და იმაზე პატარა სტაფილოები, ისინიც ქრება ასევე კონსერვები, რომლებიც მათ საგულდაგულოდ ჰქონდათ გადანახული, ჰაინცის საწყობიდან ქრება შებოლილი ხორცი და ყველის ამოყვანა ისწავლეს სხვათა შორის ვიტმარებმა და რა თქმა უნდა მათ ეჭვი ვიტმერებს არ მიაქვთ დორაზე და ფრიდრიხზე, იმიტომ რომ ისინი ხორცს არ ეკარებიან, ხო, უკვე გასაგებია ვინც იპარავს. და როდესაც გადაწყვეტენ რომ საკადრისი პასუხი გასცენ ქურდი თვითონვე დაპატიჟებს მათ და მათივე საკვებით გაუმასპინძლდება და ამით აჩვენებს რომ მას განუსაზღვრელი ძალაუფლება აქვს კუნძულზე. მით უმეტეს რომ თან კიდია ეს ორი იარაღი, ბიჭებსაც კიდიათ ორი იარაღი, თან ზეთ კონფლიქტი მოსდის ამ ქალს და როდესაც შუბზე დაადებენ იარაღს ფრიდრიხი მიხვდება რომ იარაღის წინააღმდეგ მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია და ზე ადამიანი, რომელსაც იგი თავის თავში ზრდიდა, უცებ აიმხილა პატარა ჯუჯად გადაიქცევა. კუნძულის ძველ მოსახლეობაში კონფლიქტი ძლიერდება, როცა შიმშილისგან დაავსებულ რიტერთან მარგარეტს დიდი პური მიაქვს, რომელსაც საუცხოო სუნიზდის, ფრიდრიხი ჩხუბით გააგდებს მეზობელს და დღიურში ჩაწერს. მან, ანუ მარგარეტმა, გადამუშავებული მარცვლეულის ნაზავი მომიტანა. პური ეს ხომ სუსტი ადამიანების საკვებია, რომელთაც არძალუც გემო გაუგონ მიწას და იმას, რასაც იგი გვაძლევს. ამ ქალს სურდა პურის სურნელით დავეტყვევებინე, მე კი მის მოტანილ ძღვენში მხოლოდ ბორკილებს ხედავდი, რომლებიც უკან დამპალ ევროპაში მიმექაჩებოდნენ. ამ დროს დორა უკვე გაძლებაზეა. მას რიტერი აიძულებს კვლავ რომ მან იმუშაოს და ამ მუშაობაში გამოჯამრთელდეს, თვითონ კი ფილოსოფიურ ნაშრომს წერს, სადაც ზე ადამიანის ნიჩესეულ იდეებს ავითარებს. მშიერი დაუძლურებული არაფრის მაქნისი ადამიანი საკუთარ თავს ყველაზე მაღლა აყენებს და ყველაზე მეტად კუნძულზე ბარონესა კი არა, ვიტმერების შრომის მოყარე ოჯახი ეზიზღება, რომლებმაც მართლაც პატარა სამოთხე შექმნეს ამ მიწის ნაგლეჯზე. ესენი შიშულად მორბენალი და თვეების განმავლობაში დაუბანელი რიტერისგან განსხვავებით მუდამ სუფთად არიან გამოწყობილები, მუდამ მუშაობენ, ჯამრთელები არიან. ის პატარაც კი, რომელიც ასეთ პირობებში გაჩნდა, უჯამრთელესი ბიჭია და მას კი ბედმა კაფანტური სკლეროზით დაავადებული ქალი შეაჩეჩა, რომელსაც სტაფილოს მოყვანაც კი არ შეუძლია ბოსტანში. ამას მე ფრიდრიხის სიტყვებიდან ვამბობ, ამას იგი წერს. ფაქტია, რომ ადამისა და ევას ედემში ლილიტი შემოიჭრა და მალე 64
ჯოჯოხეთად იქცევა. ყველაფერი ეს კარგი. მაგრამ საიდან ვიცით ასე დაწვრილებით კუნძულელების ზოგადად ყოფის შესახებ და ცხოვრების შესახებ. რაც აქამდე მოვისმინეთ და რასაც შემდგომში კიდე გავიგებთ. საქმე იმაშია, რომ ახალმოსახლეების ამბებით და ცხოვრებით დაინტერესდა ჯერ კიდევ 1931 წელს ამერიკელი მულტიმილიონერი, ნავთობმრეწველი, რკინიგზების ქსელის მფლობელი, სერიოზული მეზღვაური, მეცნიერებით გატაცებული, ფილანტროპი და სხვაიშორის ვიოლონჩელისტი ჯორჯ ალან ჰენკოკი. როგორც ითხარით, იგი 32 წელს ჩავიდა პირველად კუნძულზე, მოინახულა თავის იახტით ვალერო მე-13, რომელიც ასევე სამეცნიერო ლაბორატორიაც იყო, მოინახულა ჩვენი პირველმოსახლეები, თან მას ახლდნენ ბოტანიკოსი, ზოოლოგი, გეოლოგი და რაც თავარია ფოტოგრაფი და კინოოპერატორი. მათ უამრავი სასარგებლო ნივთი ჩაუტანეს რიტერს და მან უარი თქვა ამ ნივთებზე და ვიტმერებს ერგოთ ისინი და პარალელურად მან გადაუღო ფოტოებიც და კინო. 33 წლის დასაწყისში ალანი კვლავ ჩადის კუნძულზე, ჰენკოკი ბლომად მასალას აგროვებს, რომელიც დღეს სმითსონის უნივერსიტეტში ინახება და რომლის ნაწილებსაც თქვენ ახლა გუყურებთ. ჰენკოკი რიტერს განათლებულ ადამიანად თვლიდა, მაგრამ ასევე აღნიშნავდა, რომ იგი და მისი საყვარელი ქალი საშინლად იყვნენ დასუსტებულები და ცოტა არაადეკვატურებიც იყვნენ. ბარონესას იგი თვლიდა თავქარიან ადამიანად, ხოლო ვიტმარების ოჯახი მისი ფავორიტი იყო. ის მაქსიმალურად ეხმარებოდა მათ, რადგან იცოდა, რომ ეს ხალხი ნამდვილად იყო საქმის გამკეთებელი. ჰენკოკის ოპერატორები დღეების განმავლობაში იღებდნენ კუნძულის ყოფას და შემდეგ ამ კადრებს გამომძიებლები ჩაუჯდებიან, ისინი ეცდებიან ადამიანთა გამომეტყველებაში დაინახონ იმ გასაღების საიდუმლო, რომელიც აქ ცოტა ხანში დატრიალდება. ჰენკოკის მარაგი დაუბრუნდეთ ისევ მძიმე დღეებს დაუბრუნდეთ, ჰენკოკის დატოვებული მარაგები ბოლომდე ამოიწურა, გემი კვლავ არ ჩანს და 1933 წლის ივლისში ვიტმერების ოჯახში სახლში გაუბედურებული ლორენცი მიდის და თავშესაფარს ითხოვს, თავშესაფარს და საკვებს. იგი უყვება ჰაინც და მარგრეტს, რომ ბარონესა სინამდვილეში არანაირი ბარონესა არ არის, ალბათ თქვენც უკვე მიხვდით, რომ იგი არის პარიზის ერთ-ერთი ტანსაცმლის მაღაზიის ჩვეულებრივი გამყიდველი, იყო უпроსორად, რომ იგი თურქულ-ფრანგული წარმოშობისაა და დაიბადა კონსტანტინოპოლში და რომ ბარონესას ტიტული მან მოიპოვა ერთ-ერთ ფრანგულ სოფელში ვიღაცა ნოტარიუსისგან, რომელსაც არ ვიცი რა მისცა. ყოველ შემთხვევაში ყალბი საფუთი აქვს, რომ მას წინსართავი აქვს ფონი, ესე იგი მაღალ დიდგვაროვანია. ამ ახლად გამომცხვარი საბუთით იგი ჩადის ბერლინში, სადაც იცნობს რობერტ ფილიპსონს და რუდოლფ ლორენცს, ისინი ორივე მისი საყვარლები გახდებიან და რაღაც მომენტში ქალი ორივეს მცირე რაღაც პატარა-პატარა ბიზნესები აქვს, სახლები აქვს და გააყიდინებს ამას ყველაფერს, ჩაიყვანს ეკვადორში და აქაური გუბერნატორისგან მართლაც მიიღებს მდიდარი ახსმენებისთვის ფეშენებელური ოტელის აშენების ნებართვას. თუმცა ის რომ 90% გადასცა მას გუბერნატორმა ეს ტყუილია. ეს ოტელიც უნდა აშენდეს მისი ფულით კი არა, მან უნდა მოიზიდოს მდიდარი ინვესტორები, ძირითადად ამერიკელები და ევროპელები და მათი ფულით უნდა აშენდეს ეს ყველაფერი. სხვადასხვა პირველივე ჩამოსვლაზე იგი ეცადა ჰენკოკის, მილიარდერის შეცდომაში შეყვანას, მოხიბლვას, მაგრამ მაგარი კერკეტი კაკალი გამოდგა ის, პირიქით ჩათვალო რომ ძალიან ქარაფშუტა ეს ადამიანი და მისთვის არც ერთი კაპიკის ნდობა არ შეიძლება. ფაქტია რომ აბრეშუმის ნიფხვით მუსიკის როიალის აკომპანიმენტის ქვეშ ვერც მიწას დაამუშავებდა, ვერც ითევზავებ, ამიტომ ლორენცოს თქმით, მას მერე რაც მარაგებმა შემცირება დაიწყო, თვითმარქვია ბარონესა აიძულებდა ბიჭებს, რომ მეზობლებისთვის საკვები მოეპარათ. როცა კრიზისი გაღრმავდა, ლორენცო მოიძულეს ვაგნერმა და ფილიპსონმა, მას საჭმელს აღარ აჭმევდნენ და ფილიპსონი გართობის მიზნით ხშირად ცემდა კიდეც
ამ საწოდავ ბიჭს და მან აჩვენა ამის კვალი მის ზურგზე კარგად ჩანდა. ლორენცომ რამდენიმე დღე გაატარა ვიტმერებთან, მას გამოუყვეს ცალკე ოთახი, კარგად გამოკვებეს, მოუარეს, დაბანეს, კვლავ დაბრუნდა თავის მწვალებლებთან. და 33 წლის 1 იანვარს იგი ბრუნდება და ამბობს, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, მან კუნძული უნდა დატოვოს. რომ მას ამდენი წამების ატანა არ შეუძლია და ამ დროს კუნძულზე ბრუნდება ჰენკოკი. მას ჩამოაქვს საჭმელი, თავიდან ჩნდება იმედი, რომ კუნძულზე ცხოვრება კვლავ აეწყობა. თვით გამოცხადებული ბარონესა ჰენკოკს შესთავაზებს სათავგადასავლო ფილმის გადაღებას სახელწოდებით ფლორიანის იმპერატორი. და რა თქმა უნდა, იმპერატორი თვითონ არის, იგი დახტის თავისი შორტებით წინ და უკან, მოკლედ იქ მთელი ამბებია, სხვაჯერ ჰენკოკი გადაიღებს ამ ფილმს, შემდეგ მას დაამონტაჟებენ კიდეც და ფილმში პარალელურად, რა თქმა უნდა, სხვა კუნძულელების ყოფაც ჩანს და კარგად ჩანს თუ როგორ არის დასუსტებული ლორენცო. ამერიკელი ერთი კვირა რჩება კუნძულზე და მიხვდება რა, რომ ბარონესას ფაზიენდა პარადიზოსგან არასდროს არაფერი გამოვა, ვიტმერებს თავაზობს იდეას, რომ საოჯახო სასტუმრო მოაწყონ ტურისტებისთვის. ოღონდ არა მილიონერები და ესე ჩვეულებრივი ტურისტებისთვის. ხოლო კლიენტებს იგი თავად უშოვის. ალან ჰენკოკის იახტა კუნძულს ტოვებს და რატომ არ მიყვება ლორენცო, რომელიც შეპირებული იყო, რომ წაიყვანდნენ მას. 34 წლის მარტის შუა რიცხვებია ვიტმერებთან, კვლავ ლორენცო გამოცხადდება, იგი არის აშკარად ძალიან მაგარი ნაცემი, მას უკან მოყვებიან ფილიპსონი და ბარონესა და უბრძანებენ, რომ უკან დაბრუნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მას ვიტმერებმა შეიყვანეს სახლში ლორენცო, რომ ისინი გადაწვავენ ვიტმერების სახლს. ამაზე დედა, მამა და შვილი ორ-ორი პისტოლეტით და თოფებ გადაკიდებულები გამოვლენ გარეთ, მათ იარაღი ჩამოუტანა ჰენკოკმა და უბრძანებენ ფილიპსონს, რომ იქედან გაქრეს როგორც შარშანდელი თოვლი. ასე წყდება ეს კონფლიქტი, მაგრამ წყდება კი ერთხარეს არიან ვიტმერები და მათთან თავშეფარებული ლორენცო, მეორე მხარეს არიან ასევე კბილებამდე შეიარაღებული, გავეშებული ბარონესა და მისი მცველი. ამ დროს ფრიდრიხი და დორა იქ შიმშილით არიან დაოსებულები და არავისგან მაინც პრინციპულად არანაირ დახმარებას არ იღებენ. ფრიდრიხი გრძნობს, რომ ფილოსოფიური ტრაქტატისთვის აღარც ფანტაზია ყოფნის, აღარც აზრები ყოფნის, აღარც იდეები და აღარც ფიზიკური ძალა. იგი მოკიდებს ბოლო ძალების გამოყენებით თავის საბეჭდ მანქანას ხელს, თავის ხელნაწერებს და წავა ზღვასთან და ყველაზე მაღალი ქვიდან თუ კლდიდან გადააგდებს ამ საბეჭდ მანქანას წყალში. 27 მარტს დორა შტრაუხთან უეცრად მარგარეტი მიდის და ეუბნება, რომ ბარონესა და ფილიპსონი მათთან მივიდნენ დღესდილით, უთხრეს, რომ ჩვენ მივდივართ ტაიტიზე, დასხდნენ გემზე და წავიდნენ. ეს ძალიან უცნაური იყო, იმიტომ რომ დორა და ფრიდრიხი ისეთ ადგილას ცხოვრობენ, რომ მათ ყველა ვარიანტი უნდა დაენახათ, თუ რამე გემი მოვიდა. გინდა პატარა, გინდა დიდი, არ აქვს მნიშვნელობა. ისინი ბოლო ძალებს მოიკრებენ, ისინი წავლენ ბარონესას კარვისკენ. აქ მათ ლორენცო, ჰაინცი და ბავშვები დახვდებიან, რომლებიც ასევე დაადასტურებენ, რომ კიო, ასე მოხდაო და ლორენცო იტყვის, რომ მეო ასეო დამტოვესო. დაათვალიერებენ კარვებს და აღმოჩნდება, რომ ყველაფერი ადგილზეა. ანუ ამ ქალის სამი ჩემოდანი ნიფხვიდან დაწყებული, დორიან გრეის პორტრეტის წიგნით დამთავრებული და ერთადერთი ლორენცო იტყვის, რომ არა, იქ ოქროულობა და რაღაცეებიო წაიღო. მაგრამ მისი საყვარელი პისტოლეტებიც და რევოლვერებიც დატოვებულია, მათრახი და რა ვიცი, ყველაფერი აბსოლუტურად რაც კი შეიძლებოდა. რიტერი დაეჭვდება, რომ აქ თლათ კარგად რაღაცაში ვერაა საქმე და როგორც პაციფისტი, როგორც მშვიდობის ყოფილი დააშანშალებს წერილს და ჩადებს კასრში და ხოის აუცილებლად ძალიან სწრაფად ჩამოდის კუნძულზე გუბერნატორი და მასთან ერთად გამომძიებლები. ისინი იძიებენ მდგომარეობას, რა ხდება, როგორ ხდება და დაადგენენ, რომ აშკარად ყველაფერი ამ ქალს დატოვებული აქვს, მიუხედავად იმისა, რომ სხვაჯერ ლორენცომ გაყიდა სხვადასხვა რაღაცეები, ნაწილი ვიტმერებმა იყიდეს, ნაწილი რიტერმა იყიდა, ეჭვიჩნდება, რომ ვიღაცამ ხომ არ მოკლა ქალი და მისი შეყვარებული. დორა და ფრიდრიხი ეგრევე გამოირიცხენ, იმიტომ რომ მათ ადამიანის კი არა ჭიანჭველის მოკლის თავი აღარ აქვს, ისე არიან გათანგულები ამ უჭმელობისგან. რჩება ლორენცო.
რომლის მოტივიც მისი მუდმივად დამცირებულ მდგომარეობაში ყოფნა, თითქმის მონური მდგომარეობაა და მუდმივი პრესის ქვეშ ყოფნა. ასევე არანაკლები мотиваცია უნდა ქონოდათ ვიტმერებსაც, იმიტომ რომ მათთან აი ასეთი ფეთქებად საშიში მეზობლობა, რა თქმა უნდა, დისკომფორტს ქმნიდა. საოცარ დისკომფორტს უქმნიდა, ისინი მუდმივად შიში იყვნენ, რომ ან ეხლა დაესხმებიან თავს, ან ხვალ ან დღესღამე და ამიტომ თითქოს მათ უნდა მოეცილებინათ თავიდან ეს წვილი. მაგრამ მარგარეტი ჯიუტად ამტკიცებს, რომ მან დაინახა, როგორ წავიდა იახტა ტაიტისკენ, მას მხარს უბავს ლორენცო და საბოლოო ჯამში გამომძიებლები, პირში ჩალაგამოვლებულები ბრუნდებიან და, რა თქმა უნდა, მესამე ვერსია არის კლასიკური აგატა კრისტის ყველაზე ცნობილი რომანის მიხედვით განვითარებული სიტუაცია, ანუ აღმოსავლეთის ექსპრესის, რომ კვლელობაში ყველამ მიიღო მონაწილეობა, რომ ყველა არის სიცხში გასვლილი. პრინციპში ალბათ ასეც არის, იმიტომ რომ ტაიტიმდე არანაირი გემი არ ჩასულა, არსად მას მერე არც მკვდარი, არც ცოცხალი, არც ბარონესა და არც მისი შეყვარებული ფილიპსონი არავის უნახავს. ასე იყო თუ ისე, ფლორიანის ლავებმა ჩაყლაპეს თუ სადღაც ეშმაკის გვირგვინთან ახლოს, განისვენებენ შეყვარებულები და ეს ამბავი დღემდე გამოუცნობ ამოცანად რჩება. ლორენცო კუნძულის კიდევ ერთი მსხვერპლია, მან როგორც გითხარით, კაპიკებად გაყიდა თავისი მეგობრების ქონება, რომელიც მემკვიდრეობით მას გადაეცა, ხო? და ახლა ფლორიანზე აჩრდილივით დაეხეტება, ხან ერთთან შეფუდიალდება, ხან მეორესთან, ხან ერთი აჭმევს, ძირითადად ვიტმერები აჭმევენ, რა თქმა უნდა, იმათ საჭმელიც არა აქვთ და ერთი სული აქვს, რომ რომელიმე გემი ან იახტა გამოჩნდეს, რომ რამენაირად ამ დაწყევლილი კუნძულიდან გააღწიოს. არ არის ეს კუნძული მისი, მას ერთი სული აქვს ბერლინში ჩავიდეს და თავისი ძველი ცხოვრება განაგრძოს. და 13 ივლისს პატარა გემი, ვეშაპჭერი გემი შედის post office-ის ყურეში, მას სახელად ქვია დინამიტი, მისი კაპიტანი გახლავთ ტრუგვე ნუგერუდი. ასევე მას ახლავს მისი თანაშემწე. ლორენცო მათ ფულს თავაზობს, რათა გალაპაგოსის მთავარ კუნძულამდე, სანტა-კრუსამდე მიიყვანოს, იქედან უკვე იგი თავისით გადავა მატერიკზე და იქედან უკვე დაბრუნდება გერმანიაში. ტრუვე ეუბნება, რომ ვერ შევძლებო მე საწვავი არ მეყოფაო, ხოლო აქ აი ჰუმბოლტის თქვენი თანამემამულის ძალიან ძლიერი დინება გადის, რომელიც ამ წელიწადის ამ დროს ძალიან გაძლიერებულია და უბრალოდო ვერ დავძლებთ ჩვენ ამ დინებას და რამე ხიფათში არ გავერიოთო და ეს ბიჭი შესთავაზებს თელფულს, რაც კი მას აქვს კიდევ იქ რაღაცა როგორც ჩანს იქოქროულობა და რაღაცები მან მიითვისა, მოკლედ შეაბავს ამ ტრუგვეს და ტრუგვეც დაჯდება, დასვამს თავის თანაშემწეს, ლორენცო დაემშვიდობება კუნძულელებს და წავა. ნოემბრის ბოლოს გალაპაგოსის არქიპელაგის ჩრდილო ნაწილში მდებარე ერთ-ერთ კუნძულს, სახელად მარჩენას, მოუსვენარი და მუდმივად მოძრაობაში მყოფი ალან ჰენკოკის სამეცნიერო იახტა ჩაუვლის. ისინი არ აპირებენ კუნძულზე გაჩერებას, ეს ჩვეულებრივი კუნძულია, რომელზეც საერთოდ არაფერი არ იზრდება, მაგრამ ეს ოქროსფერ პლაჟზე ჭოგრიდში დაინახავენ, რომ რაღაცა ორი მოგრძო მუქი საგანი დევს, რომლებიც ძალიან გვანან ადამიანის ცხედრებს. და გადავა ჰენკოკი კუნძულზე და ორ გვამს იპოვის. გვამები გამომშრალია, გამომხმარია, მიფიცირებულია ფაქტიურად და კარგად აქვთ ნამუშევარი ფრინველებს და კიბორჩხალებს, მაგრამ ამერიკელი მაინც გამოიცნობს ერთ-ერთში ლორენცოს. როგორც ჩანს, გემა მართლაც ვერ დაძლია ჰუმბოლტის დინება, იგი გაიტაცა დინებამ და გემი სადღაც მარჩენასთან ახლოს ჩაიძირა. კაპიტანი და ლორენცო გადარჩნენ, მაგრამ ვაი ამ გადარჩენას ისინი წყურვილისგან, გაუწყლოებისგან გარდაიცვალა. ლორენცოს სიკვდილი პრინციპში იდეალური ფინალი აღმოჩნდა მათთვის, ვისაც სურდა, რომ ბარონესას და მისი საყვარლის გაქრობა მუდმივ საიდუმლოდ დარჩენილიყო. ვიტმარები ბოლომდე დუმდნენ, რიტერებთან კი ახალი ტრაგედია თუ ფარსი ვითარდებოდა. შემდეგ თავს მე შემიძლია დავარქვა ზეკაცის დიეტა, უკანასკნელი ექსპერიმენტი.
1934 წლის მშრალი სეზონი დაიწყო სექტემბერში. მზე უმოწყალოდ ანადგურებს ყველანაირ მოსავალს და როცა ლორენცოს და ნორვეგიელი კაპიტანის გვამები მარჩენას ნაპირზე შრება, რიტერები და ვიტმანები მაქსიმალურად ზოგავენ წყალს და საკვებს. ვიტმანებს აქვთ საკვები. როგორც გითხარით, მათ უნდათ რომ რაღაცნაირად უწილადონ დორას და ფრიდრიხს, მაგრამ ისინი კვლავ უარს ამბობენ. ვიტმანები აფიქსირებენ, რომ საქონელიც დაეღუპებათ და ფრინველიც, ამიტომ თვითონ კლავენ მათ, შებოლავენ, ანუ კონსერვებს ამზადებენ. რიტერიც ადღაც პოულობს კონსერვს, რომელსაც გახსნის და იგი უკვე გაფუჭებულია, სუნიზდის, ანუ აშკარად მისი ჭამა არ შეიძლება და უკეთეს ვერაფერს მოიფიქრებს და თავის ქათმებს დაუყრის. ქათმები შეჭამენ და ამოყირავდებიან. ამ ქათმების დახოცვიდან 2-3 დღის შემდეგ დორა მიდის მარგერეტთან და ეკითხება, რომ ეს ქათმებიო, 2-3 დღის მკვდრები არიანო და უკვე სუნიაზდით და რო ვჭამოთ, რამე ხო არ დაგვემართებაო. მარგერეტმა ქმარი ყავს ეგ ექიმიო და იმან გადასარევად იცისო, რომ თვითონ ეს ტოქსინი თუ არის უკვე გვამური შხამი მასში, მას ვერანაირი თერმული დამუშავება ვერ შველის და კითხეო და გეტყვისო ისაოდ. ეს არის აქ იქნება, აქ უკვე იწყება ძალიან საინტერესო მომენტი. დორა არაფერს არ შეეკითხება ფრიდრიხს, იგი მოხარშავს ქათამს და თვითონ არ შეჭამს. ფრიდრიხი რო დაინახავს ამ 4 ცალ მოხარშულ ქათამს, 2 ცალს თავი ძვლებიანად შეჭამს, ლამის კბილები კი აქ რკინის სიცოცხლე. შეჭამს ამ ქათმებს და ცუდად ხდება. დორა ამტკიცებს, რომ იგი ცუდად იმიტომ გახდა, რომ ეს ვეგანობიდან ძალიან მკვეთრად გადავიდა ხორცის ჭამაზე. მაგრამ ეს თითიდან გამოწვეული არგუმენტია, მსგავსი რამ არ ხდება. მარგარეტს და ჰაინც ეგრევე უჩნდებათ ეჭვი, რომ დორამ იგი სპეციალურად მოწამლა. რათა დაეხსნა თავი, როგორც იქნებოდა ამ აუტანელი მდგომარეობიდან, რომელსაც მას ექიმი უქმნიდა. რიტერის ბოლოს სიტყვები მარგრეტმა გაიგონა და მისი ვერსიით ასეთი იყო: დორა, ბოლო ამოსუნთქვით მე შეგაჩვენებ შენ. ფრიდრიხმა ადამიანის ფიზიოლოგიასთან მძიმე ბრძოლა შანსების გარეშე წააგო მის სიცოცხლეს ლოგიკური და საბოლოო წერტილი კლოსტრიდიუმ ბოტულინუმის ბაქტერიამ დაუსვა, რომელმაც ქათმების გვამში ბოტულინის დაგროვება გამოიწვია. ტოქსინის, რომელიც იწვევს მხედველობის გაორებას თავიდან, ლაპარაკის არევას, კუნთების ტეტანურ შეკუმშვას, კუნთების პროგრესულ დამბლას და ფრიდრიხმა კარგად უწყოდა, რომ იგი კვდებოდა მალე დიაფრაგმის დამბლასთან ერთად, მისი სუნთქვაც გაჩერდა. რიტერი ამტკიცებდა, რომ სული ხორცზე ძლიერია, მაგრამ პირიქით აღმოჩნდა. ბედის ირონიით, ადამიანი, რომელიც კუნძულზე სიბინძურეს გამოექცა, გაფუჭებული ხორცის ჭამით მოკვდა. მართლაც ბედის ირონია. დორას თვალებში მარგრეტი როგორც შემდეგ ამბობდა, იმედის ნაპერწკალი გამოჩნდა. შემთხვევითი იყო, რომ მან ხორცი არ ჭამა, თუ ეს გამიძნული იყო, ამაზე დიდხანს შეიძლება მსჯელობა. რას ნიშნავდა მისი საყვარლის და ექიმის ბოლო სიტყვები? იქნებ ეს იყო იმედი, რომ დარჩენილ სიცოცხლეს ქალი ნორმალურ გარემოში გაატარებდა საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, მით უმეტეს, რომ მისი მდგომარეობა უკვე საკმაოდ მძიმე იყო. კვლავ ბედის ირონიით, ფრიდრიხის სიკვდილიდან 1 კვირის შემდეგ კუნძულს ალან ჰენკოკის გემი მოადგა. მან ლორენცოს ამბავთან ერთად, ტრაგიკულ ამბავთან ერთად, უამრავი კონსერვი, ბუტილირებული წყალი, ხელსაწყო იარაღები ჩამოიტანა. მან გაიგო აქ ტრაგიკული ისტორია ფრიდრიხის გარდაცვალების შესახებ და დორას თხოვნით იგი წაიყვანა. დორა წავიდა და თან წაიღო ექიმის ხელნაწერები. კოლონისტებიდან კუნძულის მეპატრონეებად მხოლოდ ვიტმერები დარჩნენ. ის, ვინც ზეადამიანის როლს ირგებდა, გადაშენდა, ხოლო გადარჩა ის, ვინც არ ცდილობდა ღმერთი გამხდარიყო, არამედ უბრალო ადამიანად დარჩენილიყო. ტრაგედიები ამით არ დამთავრებულა. კუნძული თითქოს ყველა ოჯახიდან მოითხოვდა მსხვერპლ შეწირვას. მაგრამ ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით. ახლა ვნახოთ თუ რა ბედი ეწია დორას. დორას დიდი დახმარება გაუწია ჰენკოკმა, მან ჯერ ამერიკაში ჩაიყვანა და საუკეთესო ექიმებთან უმკურნალა,
რაღაც დაასტაბილურა მისი მდგომარეობა, აზრზე მოიყვანა ვიტამინებით, რაღაც კარგი საკვებით და ასე შემდეგ, გაფანტულმა სკლეროზმაც თითქოს შეაჩერა თავისი ქმედება და ქალი 1935 წლის ბოლოს ბერლინში დაბრუნდა. ისევ ბედის ირონია, ადამიანი, რომელიც დამპალ ევროპას გაექცა, ახლა ნაცისტური გერმანიის შუაში აღმოჩნდა, ცენტრში აღმოჩნდა. იქ სადაც დარბევები და მკვლელობები უკვე ჩვეულებრივ ამბავად იყო ქცეული. დაბრუნდა ბერლინში, ქვეყნის დედაქალაქში, რომელიც მალე კაცობრიობის ისტორიის ყველაზე სისხლისღვრელი ომის ავტორი გახდება. 1936 წელს დორა გამოსცემს წიგნს სახელად როცა სატანა ედემს ეწვია. წიგნში ბარონესას აღწერს იგი როგორც სრულ ბოროტებას, ხოლო ვიტმერების ოჯახს როგორც კლასიკურ გერმანულ ბიურგერებს, რომლებსაც საკუთარი ოჯახის კეთილდღეობის გამო ყველაფერზე შეუძლიათ წასვლა ხოლო თავის თავს და ფრიდრიხს აღწერს როგორც იდეალურ ადამიანებს, რომლებიც არ არიან მიჯაჭვულები მატერიალურ რაღაცებზე და მოკლედ რანაირადაც არ იყვნენ კარგათაც გახსოვთ. დორას არ იღებენ არც ერთ მაღალ საზოგადოებაში, ყველა თვლის რომ დორას ამ თავისი წიგნით თავის გამართლებას სურდა და რომ რკინისკბილებიანი ექიმის სიკვდილში მას წამყვანი როლი მიუძღოდა. გაფანტურმა სკლეროზმა კვლავ წამოყო თავი, ამასობაში ომიც დაიწყო და დორა ყველას გადაავიწყდა. არსებობს მისი სიკვდილის ორი ვერსია. ერთი რომ იგი ავადმყოფობის გართულებით გარდაიცვალა 1953 წელს და მეორე ვერსიით იგი 1945 წლის დაბომბვებს შეეწირა. ომს გამოქცეული ყველაზე დიდი ომის ეპიცენტრში გაქრა. ვიტმარებმა ალენ ჰენკოკის დახმარებით და საკუთარი შრომით კუნძულზე სასტუმრო გახსნეს დაივერებისთვის, სადაც ჰარი, მათი უფროსი ვაჟი, ნადირობას ასწავლიდა ტურისტებს, წყალქვეშა ნადირობას და 37 წელს მათ გოგონა გაუჩნდათ სახელად ფლორიანა. მიხვდით, რომ კუნძულის სახელი დაარქვეს ამ გოგონას. გახსოვთ, მე კუნძულის შეწირვაზე ვამბობდი 1951 წელს ჰარი ერთ დროს სასიკვდილოდ განწირული ბიჭი ნამდვილ ტარზანად ჩამოყალიბდა უძლიერესი ჯანმრთელობით და იგი ერთ დღესაც სათევზაოდ გავიდა სახლიდან, იქვე ახლოს ნაპირზე და გაქრა. გაქრა უხილავმა ძალამ თავისი ანკესიანად ჰაერში აიტაცა, თუ ალღამ გაიტაცა, არავინ იცის. ჰაინცმა ეს ამბავი სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოინელა და იგი 1961 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა. კლანს სათავეში ჩაუდგა მარგრეტი და საკმაოდ წარმატებულად მან კიდევ ერთი სასტუმრო გახსნა ვიტმერ ლოჯი, სადაც ისეთ ცნობილ ადამიანებს მასპინძლობდა, როგორიც არის თორ ჰეიერდალი, ჟაკი კუსტო, დევიდ ეტენბორო, პრინცი ჩარლზი და რა ვიცი მრავალი სხვა. 1995 წელს 90 წლის ასაკში მან გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი პოსტლაგერნდ ფლორიანა, ანუ ფლორიანას პოსტა. წიგნი მსოფლიო ბესტსელერად იქცა იმავე წუთას, მაშინ მან აღწერა კუნძულზე მომხდარი ტრაგედიები და ისე აღწერა, რომ ამ საიდუმლოებებზე პასუხისგაცემის ნაცვლად უფრო მეტად გააღვივა მათ და ინტერესი. სიცოცხლის ბოლო წუთებამდე იგი საღად მოაზროვნე, თითქოს მართლაც რაღაც დედოფლის გარეგნობის სიმპათიური და უაღრესად პატივსაცემი ქალი გახლდათ. მარგრეტმა ჰაინზზე 40 წელზე მეტხან სიცოცხლა და 2000 წელს 95 წლის ასაკში შვიდად ძილში წავიდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მას ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კითხა თუ რა მოხდა სინამდვილეში და ამაზე მარგრეტმა უპასუხა: სიმართლე მხოლოდ კუნძულმა იცის და მეც და ეს საკმარისია. ბევრი არის დარწმუნებული, რომ და მეც დარწმუნებული ვარ, რომ მარგრეტმა იცოდა თუ რა მოუვიდათ შეყვარებულებს. სავარაუდოდ ლორენცოს მიერ მოკლული ბარონესას და ფილიპსონის ცხედრები ახლაც სადღაც კუნძულზეა. კუნძულზე უამრავი სამალავია, როგორც გითხარით და ერთ-ერთ სამალავში ერთხელაც აუცილებლად იპოვიან მათ თეთრ ძვლებს. დღეს მარგარეტის საქმეს მისი მონაგარი აგრძელებს, მისი შვილი, აი ეს პირველი კუნძულელი გახსოვთ,
რალფ ვიტმერი საკუთარ გემს ფლობს ორ სასტუმროსთან ერთად და იგი არის პირველი რომელმაც გალაპაგოსის კუნძულებზე ეკოლოგიური ტურიზმი წამოიწყო. განსხვავებით სხვებისგან ვიტმერებს არ უცდიათ კუნძული თავიანთი ფანტაზიების მიხედვით შეეცვალათ. ისინი უბრალოდ მუშაობდნენ. როგორც ოდესღაც ეკლესიის დიდმა რეფორმატორმა მარტინ ლუთერმა დაუბარა. ამ მუშაობის გამო კუნძულმა ისინი თავისიანად ცნო. ისევე როგორც ლომვეშაპები, იგუანები და კუები. მათი მტრების ძვლები კი ფლორიანის გეოლოგიის ნაწილი გახდა. კიდევ ერთ შრედ იქცა წყნარი ოკეანის წყლებში ჩაკარგული მიწის ნაგლეჯის გრძელ ბობოქარდას სისხლიან ისტორიაში. ჯამში 3 უცნაურ გარემოებებში გარდაცვლილი და 2 უგზო-უკლოდ გამქრალი. და ეს 8 ადამიანში, რომლებიც თავდაპირველად კუნძულზე სახლობდნენ. გალაპაგოსის საქმეზე, როგორც მას დაარქვეს, აგერ უკვე 92 წელია თავს იმტვრევენ დეტექტივები, ისტორიკოსები, გამომძიებელი ჟურნალისტები და ბლოგერები. მეტნაკლებად გასაგებია საწოდავი ლორენცის სიკვდილი, მაგრამ სხვა შემთხვევები ბურუსითაა მოცული. რა არის თქვენი აზრით ბარონესას და მისი საყვარლის გაქრობის მიზეზი? ვინ შეუწყო ხელი დოქტორ რიტერის სიკვდილს? სად გაქრა ჯანღონით სავსე ჰარი? ვის შეიძლება სცოდნოდა ამ კითხვებზე პასუხი? რადგან დღეისთვის აღარ დარჩა არავინ, რომელსაც ეცოდინებოდა თუ რა მოხდა სინამდვილეში წყნარი ოკეანის წყლებში არსებულ ღმერთისგან მივიწყებულ ედემში, დაწერეთ თქვენი ვერსიები. რა შეიძლება მომხდარიყო თითოეულ შემთხვევაში? რომ არა ფეიგ ბარონესას და მისი ამალას ჩამოსვლა შეძლებდნენ თუ არა დორა და ფრიდრიხი ვიტმერებივით წარმატებული ცხოვრების აწყობას. და ბოლოს, თქვენ თვითონ თუ იცხოვრებდით მსგავს ადგილას, ყველაფრის თავიდან დაწყება რომ მოგენდომებინათ. აი დღეს ეს იყო სულ, რაც უნდა მომეყოლა. მონათხრობი საკმაოდ გრძელი გამოგვივიდა. თუ მოგეწონებათ იგი, რა თქმა უნდა, დასვით მოწონების ნიშანი, დაწერეთ კომენტარები და გადააზიარეთ ეს ვიდეო ბმულის საშუალებით სხვადასხვა სოციალურ ქსელებში, რაც საშუალებას მისცემს მას, რომ მეტმა ადამიანმა ნახოს, მეტმა ადამიანმა გაიგოს ფლორიანის კუნძულის საიდუმლოს შესახებ. მე კი კვლავ გილოცავთ ახალ წელს, ბედობას, შემდეგ ძველით ახალ წელს, მერე ალბათ ძველით ბედობას, მერე კიდე რაღაცას, მერე კი მოკლედ ეს დღეები სულ მოლოცვებში ვიქნებით და შიგადაშიგ დავისვენოთ ხოლმე ასეთი ვიდეოებით. ძალიან შორს არ წახვიდეთ, ჩვენ მალე დავბრუნდებით, კიდევ უფრო საინტერესო ისტორიებით. კარგად იყავით.